Გავიძარით ტაშკენტისკენ, ველოდები ეხლა ჩემ ტაქსს და წავალ ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც ჩამოვედი, ზუსტად იქიდან უნდა წავიდე ტაშკენტშიც და იმედია მარტივად და კომფორტულად ვიმგზავრებ რა. გზას დაახლოებით 4-5 საათი დაჭირდება. ასე რომ დღეს დაღამებამდე სავარაუდოდ ჩავალ. ხოლო სანამ მე ტაშკენტში ჩავალ, თქვენ აუცილებლად არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე და აქაც ისევე როგორც ბუხარაში ტაქსისტები შემომხვდნენ, ეგრევე შემომეგებენ და მოკლედ იგივე ფასად წავალ ტაშკენტში და აქ წინა ადგილი შემომთავაზეს თან პატივი მერგო წინ დაჯდომის. ასე რომ რავით $15 მე მგონი ნორმალური ფასია და ბევრად უფრო კომფორტულად ვიმგზავრებ. აქვე Instagram-საც შეგახსენებთ, რა თქმა უნდა, რადგან მოგზაურობის დროს ძალიან ბევრი საინტერესო სტორიები იდება ხოლმე და რო არ გამოგჩეთ აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ Instagram. ჩამოვედი ესეც ტაშკენტი და მოკლედ რო გითხრათ რომ კომფორტულად ვიმგზავროთ, რომ მოგატყუებთ, იმიტომ რომ კონდიციონერიც არ ქონდა მთელი გზა ჩართული, თან უკან პატარა ბავშვით იყვნენ 3 ქალი და ეს ბავშვი მთელი გზა ტიროდა, ყვიროდა, რავი, მოკლედ აი დაიმხო მანქანა და მოკლედ ერთი სული მქონდა რომ ჩამოსულიყავი რა. მოვედი ახლა ტაქსს ველოდები, სასტუმროში წავალ, დავბინავდები, მოვწესრიგდები და გავიდეთ მერე ქალაქით დავათვალიეროთ. 2 ღამე ავიღე ტაშკენტში, ასე რომ არ ვიცი 2 ღამის მერე ან საქართველოში წავალთ, ან რავი რა დამარტყავს თავში კაცმა არ იცის. მოვედი სასტუმროში, მაგრამ რაღაც პრობლემა არის პატარა, ესეთი რაღაც არ უთქვამთ საზღვარზე არსად რომ 3 დღეზე მეტი თუ ჩერდები უზბეკეთში, რეგისტრაცია გჭირდებაო ადგილ მდებარეობისო, სადაც ცხოვრობო და არ ვიცი ეგეთი რამე არ გამიგია რა. ამოვედი, როგორც იქნა და ესეთი შვენიერი ნომერი მაქვს. მეც ამ წამს შემოვედი. საკმაოდ სისუფთავე არის ყველგან. და ფანჯრებიც ყვილად არ არის, შვენიერი ხედი არის ეზოში. და ამ სასტუმროში გადავიხადე 2 ღამეში $42, შედარებით ძვირია, ვიდრე სხვა ქალაქებში, მაგრამ მაინც დედაქალაქია და რას ვიზავთ. მაინც ნორმალური ფასი არის, ჩემი აზრით, საუზმედ შედის. ლოკაცია არც ისე ცენტრში არ არის, მაგრამ ყველაფერი ახლოს არის აქ და ასე რომ დიდი პრობლემა არ არის. დღეს უნდა გადავწყვიტო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ჩემი მოგზაურობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. 2 ვარიანტია, ან ბრუნდები საქართველოში, ან მივდივარ ერთ არც კი ვიცი რა დავარქვა, სიგიჟეც აღარ ქვია ამას უკვე რა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა და მინდა რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ და მინდა რომ მე ვიყო პირველი ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გაგიზიარებ თქვენ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები იქნება, ასე რომ უნდა გავრისკო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ამათ ღირს და არხს გამოიწერთ, დარწმუნებული ვარ რა. ამ სასტუმროში გადავიხადე $42 2 ღამეში, რაც შედარებით ძვირია ვიდრე სხვა ქალაქებში, მაგრამ მაინც დედაქალაქია და რა თქმა უნდა, ოდნავ ძვირია. მაგრამ მაინც ნორმალური ფასია, რადგან საუზმედ შედის და რავი, საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული სასტუმროა. 2 ღამე ავიღე ეს სასტუმრო, როგორც გითხარით და დღეს უნდა გადავწყვიტო, მოკლედ ჩემი მოგზაურობა როგორ გაგრძელდება რა. 2 ვარიანტი მაქვს, ან ბრუნდები საქართველოში და ან მივდივარ ერთ ისეთ ქვეყანაში. უკვე რთულია ამას სიგიჟეც დავარქვათ რა, სიგიჟეზე უფრო მეტი არის და
მაგრამ ძალიან მაინტერესებს და შანსი მაქვს მოკლედ რომ ეს ყველაფერი მეც ვნახო საკუთარი თვალით და თქვენ გაგიზიაროთ რა თქმა უნდა. და თქვენი ძალიან დიდი გვერდში დგომის იმედი მაქვს. ზუსტად თქვენ ხართ და თქვენი გვერდში დგომა არის რაც მაძლიერებს და მაძლებინებს ისეთ ქვეყნებში და ისეთ ადგილებში სადაც ძალიან ბევრი ადამიანი არ ჩადის. გამოვედი გარეთ. ცოტა კი ვიზარმაცე, მაგრამ მაინც ვაიძულე ჩემი თავი რომ გამოსულიყავი. ისეთი კაი სასტუმროა რომ ცოტა შემურჩი დავისვენე რა. ესე საყვარლად გამოიყურება გარედანაც ჩემი სასტუმრო და ეს ტერიტორია გარეთ რაღაცა გონია რომ თბილისში ვარ რა. დიღმის მასივს ვამსგავსებ რატომღაც. აი ესეთი საყვარელი ბავშვები არიან. დამინახა რომ ვიდეოს ვიღებდი და გამოვიწერო შენარხსო. Можешь на русском передать привет Грузии. Привет, Грузии! Передаю вам всем. Спасибо. Ура, საყვარელი ბავშვი იყო. გამომეკიდა ვიდეო ბლოგერიო პირველად დავინახეო და შენარხსო გამოვიწერო და თან მადლობებს მიხდი და აი ძალიან საყვარელი ბავშვი. თავისი დღევანდელი არქიტექტურის გამო ტაშკენტი შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ახალი ქალაქი არის, მაგრამ სინამდვილეში ტაშკენტს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე-მესამე საუკუნეში დაარსდა ეს ქალაქი. და მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ტაშკენტმაც საკმაოდ ბევრი ბრძოლა გადაიტანა და მათ შორის ჩინგისხანმაც არაერთხელ გადაუარა ამ ქალაქს. და არც თუ ისე დიდი ხანი არის, რაც უზბეკეთის დედაქალაქია, სულ რაღაც 1930-იან წლებში გახდა უზბეკეთის დედაქალაქი. მანამდე კი სამარყანდი იყო უზბეკეთის დედაქალაქი. და როგორც ნახეთ, დღეის მონაცემებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. მოკლედ ბევრი ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი დღეს, რადგან 1-3 საათი არის ტექნიკის მაღაზიაში ვდგავარ. სელფის ჯოხის ყიდვა მინდოდა, არასდროს არ მიხმარია სელფის ჯოხი, მაგრამ მოკლედ სადაც მივდივარ, აგეგმებიც მაქვს თუ გამომივიდა, იქ ჩემი კამერა არ გამომადგება Osmo Pocket 3, რასაც ყოველდღიურად ვიყენებ, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს რა და ისეთ ადგილას მივდივარ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მინდა რომ მივიქციო, მით უმეტეს გადაღების დროს. ხოლო მეორე კამერა მაქვს DJI Osmo Action 4 და იმას უფრო ჩვეულებრივი კამერის შეხედულება აქვს, ამიტომ ნაკლებ ყურადღებას იქცევს ხოლმე და ამიტომ გადავწყვიტე რომ selfie-ს ჯოხი მეყიდა. დღეს არსად გასვლას აღარ ვაპირებ, მივალ დავისვენებ და ხვალ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ტაშკენტში, ბევრი რაღაც საბუთები უნდა მოვაგვარო მოკლედ და იმედია ყველაფერი გამოვა და ძალიან მალე გეტყვით რა. ესეთი სახლებია, სადღაც ეზოში შემოვედი. მაღაზიას ვეძებდი და შემთხვევით ესეთ ეზოში აღმოჩნდი. სხვათა შორის ვამსგავსებ რაღაცით თბილისს, რადგან ესეც საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი კორპუსებია და არის მაინც რაღაც მსგავსება. და ხალხსაც რაც შემიძლია გითხრათ, ძალიან კაი ხალხია რა. აი ისეთი ცოცხალი ხალხია, რომ ურთიერთობა უნდათ, გელაპარაკებიან, რაღაცებს გეკითხებიან, საიდან ხარ, სად მიდიხარ, ასე შემდეგ. ყველას აინტერესებს შენი YouTube არხი. ანუ სასიამოვნოა ესეთ ქვეყნებში სეირნობა რა. ერთადერთი დისკომფორტი რაც არის, ვინც რუსული არ იცით, შეიძლება გაგიჭირდეთ ცოტა ადგილობრივებთან ურთიერთობა, რადგან უმეტესობა მაინც რუსულად საუბრობს. ახალგაზრდებმა იციან ასე თუ ისე ინგლისური, მაგრამ აი ძალიან ცოტა შემხვდა ესეთი და თითქმის, რავი, ინგლისურად არც მილაპარაკია, რაც აქ ვარ ჩამოსული. ასე რომ ვინც რუსული იცით, ასეთ ქვეყნებში ბევრად უფრო მარტივია მოგზაურობა. ესეც ჩემი selfie ჯოხია, აი ამის გამო დავუკარგე დღევანდელი დღე, მაგრამ აი მე მინდოდა მხოლოდ ეს ნაწილი რა, აი ეს ზედა ნაწილი, რაც კამერაში მაგრდება. მაგრამ ცალკე ვერ ვიშოვე და ბოლოს მომიწია მთლიანი ჯოხის ყიდვა, მაგრამ რავი, მე მგონი კარგად გამოვიყენებ მაინც. ასე რომ წავედი ახლა, დავისვენებ, მოვწესრიგდები და ხვალდილით დაგიბრუნდებით. ხვალიდან ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს ამ კონდიციონერმა თუ დამაძინა დღეს ხამე, იმიტომ რომ ისეთ უცნაურ ხმებს უშვებს. არ ვიცი, რაღაც შეიძლება გაცოცხლდეს და ტრანსფორმერად გადაიქცეს. ესეც კიდევ ერთი შვენიერი დღე ტაშკენტში, უზბეკეთის დედაქალაქში და
უნდა გამოგიტყდეთ, რომ გუშინ არაფერი არ გადამიღია საერთოდ, კამერა საერთოდ არ ჩამირთავს, რადგან ერთი ქვეყნის ვიზას ვაკეთებდი. ძალიან ბევრი პროცედურა იყო და მოკლედ საერთოდ ვერ მოვიცალე ვერც ქალაქის დასათვალიერებლად, ვერც ვერაფრის გადასაღებად და გადავწყვიტე, რომ ის საქმე ბოლომდე მიმეყვანა, რომელსაც საღამოს ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. ასე რომ თქვენ არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რადგან ის რაც რამოდენიმე დღეში მოხდება და ის რის გადაღებასაც ვაპირებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. აი ასეთი პარკი იქნება ჩვენი დღევანდელი პირველი სანახაობა და ამ ადგილს ეძახიან სეულის პარკს და შემთხვევით არ არის მოკლედ ეს ყველაფერი აქ. მე პირადად არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ, ბევრს არ გეცოდინებოდათ. მოკლედ საქმე იმაშია, რომ 1937 წელს სტალინის ბრძანებით დაახლოებით 127,000 კორეელი გადმოასახლეს ტაშკენტში. რა ტრიალებდა სტალინის თავში არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა იქონია აქაურ კულტურაზე და დღესაც კი ტაშკენტის ქუჩებში აი ძალიან ბევრ კორეულ მაღაზიას, რესტორანს და ძალიან ბევრ კორეელს შეხვდებით. შეიძლება იფიქროთ, რომ ტურისტები არიან, მაგრამ სინამდვილეში აქ ცხოვრობენ უკვე ძალიან დიდი ხანია. ასე რომ აი ესეთი საინტერესო ადგილია და სამწუხაროდ როგორც მითხრეს, რესტავრაცია, ასე რომ შიგნით შესვლა არ შეიძლება, მაგრამ შევეცდები გარედან დაგათვალიერებინოთ. არადა ძალიან ლამაზი ადგილია. არადა სადაც გადავამოწმე, ყველგან ეწერა, რომ ღიაა და მუშაობსო. მაგრამ არა უშავს, რადგან მაინც საინტერესო ინფორმაცია გავიგე. კორეაში ჯერ არ ყოფილვარ, მაგრამ ჩინეთი გამახსენდა და ძალიან მომენატრა ჩინეთი რაღა დაგიმალოთ. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდე. ესეც ჩვენი შემდეგი ლოკაცია, ქალაქის ცენტრი, მოკლედ გამოვისეირნე. ეს არის ყველაზე ცენტრალური ადგილი ქალაქში და რომელსაც ქვია ამირ თემურის მოედანი. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ახალი ქალაქი არის გაშენებული. 1966 წელს მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა და თითქმის მთლიანად მთელი ქალაქი განადგურდა და მიწასთან იყო გასწორებული, მათ შორის ძველი ისტორიული შენობები და ისტორიული ქალაქის ნაწილიც და მაშინ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს ახალი ქალაქის მშენებლობა და თითქმის მთლიანად შეიცვალა მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა და დღესდღეობით რაც არის თითქმის ყველაფერი ახალი აშენებულია. ესეთი ლამაზი უნივერსიტეტი აქვს ტაშკენტში. აქვე შეგახსენებთ დონაციის შესახებ. შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია ჩემი არხის განვითარებისთვის. ბმულები იქნება ვიდეოს აღწერაშიც და აქაც ამოანათებს QR კოდები, ასე რომ შეგიძლიათ უბრალოდ დაადონატოთ, შეგიძლიათ რაიმე კითხვა დამისვათ, რომელსაც შემდეგ ვიდეოში უპასუხებ. და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მინიმალურს მაინც აკეთებთ ჩემი არხის განვითარებისთვის. აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება მხოლოდ დონაციები, თქვენი აქტიურობა, არხის გამოწერა, ვიდეოების დალაიქება, კომენტარების დაწერა, აი ზუსტად ეს ეხმარება ჩემ არხს განვითარებაში. დონაციები ეს ისე ბონუსად, თუ ვინმე სურვილი გაქვთ რომ დაეხმაროთ არხს, კი ბატონო, თუ არა და ყველას ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ აი დალაიქება და არხის გამოწერა ეს აუცილებელია. აი ამ საცხოვრებელ კორპუსებს ხო ეთყობა რომ კომუნისტურია სულ. მიშენებები აქაც ყვარებია სხვათა შორის. ძალიან ბევრი მიშენებებია. მიშენებებში ჩვენ ვერ გვაჯობებენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაც გაგფართ იმდენი მიაშენო სახლს, ეგეთები მე მგონი მარტო საქართველოში ხდებოდა. ძალიან ბევრი ჩინური მანქანა დადის, რასაც ვაკვირდები. ძირითადად ელექტრომანქანები არის, რადგან ბენზინი არც თუ ისე იაფია უზბეკეთში. დაახლოებით იგივე ფასი არის, რაც საქართველოში. ჩვენთან შედარებით აი ოდნავ შეიძლება ძვირი იყოს. ამიტომ აქაც ძალიან ბევრი მანქანა არის ელექტრო და ძალიან ბევრი მანქანა არის ასევე გაზზე. თითქმის აი არ ვიცი უმეტესობა მე რა მანქანაც შემხვდა, ძირითადად ყველა გაზზე იყო გადაყვანილი. და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეზობელ ქვეყანაში თურქმენეთში ბენზინი ღირს 10 ლიტრი $1, რაც არ ვიცი ძალიან იაფია.
ძალიან ბევრი ნავთობი აქვს თურქმენეთს და თან რამდენადაც ვიცი არც სანქციები არ ადევს, ასე რომ შეუძლია ჩვეულებრივად ივაჭროს უზბეკეთთანაც და ამ ხელა განსხვავება რატო არის ფასში, არ ვიცი. როგორც ვიცი, ძირითადად რუსეთი ყიდულობს თურქმენეთიდან გაზსაც და ნავთობსაც, მაგრამ აინც საინტერესოა. რო გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქია, ჯერჯერობით ეგრე არ ვფიქრობ. ჩვეულებრივი მოწესრიგებული სუფთა ქალაქი არის, არაფრით განსხვავებული. რასაც მაგალითად ბუხარაზე და სამარყანდზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრად უფრო ლამაზი ქალაქები იყო და ეს ისტორიული ადგილები ძალიან ლამაზია. აქაც ფეხით სეირნობა საკმაოდ სასიამოვნოა, სიწყნარია, სიმშვიდეა, მაგრამ ერთი რაც არის ზოგადად უზბეკეთში ძალიან ცხელა, ძალიან ძლიერი სიცხეები იცის აქ, ასე რომ ვისაც მზეზე და სიცხეზე პრობლემა გაქვს, ძალიან გაგიჭირდებათ აქ მოგზაურობა. აი ესეთი უბრალოდ სუფთა მოწესრიგებული და ლამაზი ქუჩებია. განსაკუთრებული სანახაობა ისეთი არაფერი არ არის. მოვედით და ჩვენი შემდეგი ლოკაცია იქნება ჩორსუ ბაზარი, რომელიც არის ქალაქში ერთ-ერთი უძველესი ადგილი და ჯერ კიდევ აბრეშუმის დროიდან მიდიოდა აქ ვაჭრობა და იყიდებოდა სხვადასხვა სანელებლები, ძირითადად ქსოვილები და ასე შემდეგ. ნახეთ რამხელა შენობა არის. როგორც მივხვდი, ეს ხორცის განყოფილება იყო და დიდად არ მაინტერესებს და არც ისე სასიამოვნო სუნი იდგა და აი რამხელა ტერიტორიაა, ნახეთ. ძალიან დიდი ტერიტორიაა და დაყოფილია სხვადასხვა ნაწილებად. ხორცის განყოფილება ცალკეა, ბოსტნეულის განყოფილება ცალკეა, ხილის აი რამხელა ტერიტორია არის, ნახეთ ჩემს უკან, აქ ძირითადად სულ ხილი იყიდება. კარგია, ალბათ მოსახერხებელია, როცა ყველაფერს თავისი განყოფილება აქვს და უფრო ადვილად იპოვი, რასაც ეძებ. პირველად მითხრეს უზბეკეთში, რომ გადაღება არ შეიძლებაო რა. ბაზრის დაცვის უფროსი მოვიდა და დაუკითხავად გადაღება არ შეიძლება, უნდა შეათანხმო უფროსობასთანო. გადაღებაზე ჯერ აქ პრობლემა არ მქონია არსად. მოკლედ გამოვედი, ეხლა გავაგრძელებ ქალაქის დათვალიერებას, გავისეირნებ ცოტას და 5 საათზე უნდა მივიდე საელჩოში, რომ ავიღო ჩემი პასპორტი და ვიზა, სადაც მივდივარ აქედან მოკლედ და ერთი სული მაქვს, როდის გაგიზიარებთ ამ სიგიჟეს, რასაც ვაპირებ, რომ გავაკეთო. აი ესეთ ლამაზ მედრეს მოვადექი შემთხვევით. ჯერჯერობით პირველი არის ტაშკენტში, რაც შემხვდა მსგავსი არქიტექტურის შენობა. აი ესეთი მედრესი არის, რომელიც თურმე დღემდე მუშაობს. დღემდე უნივერსიტეტის ფუნქცია აქვს და ეხლა გამოსაშვები იყო თუ რაღაც მოკლედ დაჯილდოვება იყო და აღარ შევაწუხე რა, აღარ მივედი ახლოს. აი ჩემს უკან არის ზუსტად იმ ქვეყნის საელჩო, სადაც აქედან გავემგზავრები ხვალ. ეხლა ამ ვიდეოს რო უყურებთ, მოდით დააპაუზეთ ცოტა ხანი და კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ, სად მივდივარ და რამდენი გამოიცნობთ. თუმცა მართლა არ დაელოდოთ რა. ეხლა დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, სად მივდივარ რა და მე ვიდეოს ბოლოს თუ გამოიცნობთ, რავი, ნახოთ აბა. გუშინ ამ საელჩოში ერთი 5ჯერ ვიყავი მოსული, მოვიდოდი, წავიდოდი, სადღაც გამიშვებდნენ, მე კიდე მოვედი, წავედი, აი
გუშინ მოკლედ მთელი დღე აი დილის ალბათ 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ამ საბუთებს ვაკეთებდი რა ბანკებში და მოკლედ აი ძალიან ბევრი პროცედურა გავიარე და ნახოთ როგორ გაივლის ყველაფერი. ესეც ჩემი ვიზა მეგობრებო. ვერასდროს დაიჯერებთ ახლა რომელი ქვეყნის ვიზა არის ჩემს პასპორტში. და მეც ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ როდესმე დადგებოდა დღე და ამ ქვეყნის ვიზა ჩემს პასპორტში იქნებოდა. წარმომედგინა, მაგრამ ალბათ ძალიან შორეულ მომავალში. არა ესე უცებ და ესე ახლო მომავალში. მოკლედ საღამოს ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ. სასტუმროსკენ მივდივარ ფეხით და აი ესეთი ლამაზი მეჩეთი შემომხვდა გზაზე. პირველი მეჩეთი არის, რომელიც შემხვდა დღეს სხვათა შორის, რაც აქვს ეირნო ამ ქალაქში. აი ესეთ ტრადიციულ სტილში არის გაფორმებული. ოპა, ეს რა დავინახე. ფლავის ჭამა ამოვიდა ყელში სიმართლე გითხრათ. ეხლა მე ვიცი სადაც წავა. აქვე გეტყვით რომ აი ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება კომპანია ლაგი. თუნდაც ინტერნეტით, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც ნებისმიერ ადგილას სადაც ჩადიხარ გაქვს ძალიან სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომ ფასად, რადგან მინიმუმ რუკას ყველგან იყენებს სადაც ჩადიხარ. განსაკუთრებით გუშინ მჭირდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი დღე ტაქსებით დავდიოდი რომ მომესწრო და მოკლედ ძალიან დამეხმარა და დიდი მადლობა ლაგის ამისთვის. ვიდეოს აღწერაში იქნება ლაგის აპლიკაცია და აუცილებლად გადადით გამოიწერეთ. არ ინანებთ. ტრადიციულად რა თქმა უნდა, აქაც ერთად უნდა დავაგემოვნოთ უზბეკური KFC. ეს არის ფეიხუას ლიმონათი და ვა, რა გემრიელი. მე შევუკვეთე შეფბურგერი და ტვისტერი და ერთად დავაგემოვნოთ. შეფბურგერი ძალიან კაია სხვათა შორის. არ ვიმსახურებ ახლა სპონსორობას, აი უბრალოდ მითხრათ რა. კომენტარებში დაწერეთ. წარმოიდგინეთ როგორ ქვეყნებში დამიგემოვნებია KFC რა. ვინ დაიკვეხნის მაგით. ყველამ დავწეროთ კომენტარებში მოვითხოვოთ KFC დაასპონსორა ლეო. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება სასტუმროსკენ წავალ, ახლა გავისეირნებ თუ რამე საინტერესო შეგვხვდება გზაში, რა თქმა უნდა გადავიღებ, თუ არა და მივალ სასტუმროში დავისვენებ და საღამოს ნახოთ თუ შესაძლებელი იქნება გამოვალ საღამოს და საღამოსაც გავისეირნოთ იქვე დავათვალიეროთ ქუჩები. დავბრუნდი სასტუმროში და სიმართლე გითხრათ ისე დავიღალე, სავარაუდოდ სიცხის ბრალიც არის, ტაქსში მეძინა ცოტა ხანი გამოვიძინე, მაგრამ ჩემს პასპორტში ისეთი ქვეყნის ვიზა არის, რომლითაც აუღნიშნავ 50,000 გამომწერს. აი ამ წამს ახლა ამ ვიდეოს რო ვიღებ, ჯერ 50,000 არ ვარ ასული, მაგრამ როდესაც თურქმენეთის ვიდეოს დავდებ და ასე შემდეგ, დიდი იმედი მაქვს რომ 50,000 გადავწდები და აი ამ ქვეყანაში მოგზაურობა იქნება ჩვენი 50,000 კა სპეშალი. მე მგონი ისეთია რა, ძალიან კაი აღნიშვნა იქნება, როცა გეტყვით სად მივდივარ. და აქვე გეტყვით რომ ვინც ინსტაგრამზე თვალს მადევნეთ, მთელი აი მაგ ქვეყანაში მოგზაურობის სტორებიც კი უკვე ნანახი გაქვთ და ასე რომ ვისაც გამოწერილი არ ყავართ, წარმოიდგინეთ რამდენი საინტერესო რაღაც გამოტოვეთ, ასე რომ გადადით ახლა და გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამი, რომ მომავალში არ გამოგჩეთ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო სტორები. გამოვისეირნე გარეთ ცოტა ხანი, სიმართლე გითხრათ, აღარც ხალისი მქონდა უკვე გარეთ გამოსვლის, იმიტომ რომ იმდენად ვარ ხვალინდელ დღეზე გადართული, რომ მინდოდა რომ კარგად ფსიქოლოგიურად მომზადებულიყავი ყველაფერზე. არ მინდა რომ რამე გამომრჩეს, გამომეპაროს, მოკლედ ესეთი სამი დიდი ფურცელი მაქვს სასწავლი, მოქცევის წესები, როგორ უნდა მოვიქცი ამ ქვეყანაში.
ჩემს სასტუმროსთანაც არაფერი არ ხდება სიახლოვეს, აი ესეთი უკაცრიელი ქუჩები არის. დავდივარ ახლა წინ და უკან იქნებ რამე საინტერესო შემხვდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება რა. მოკლედ ტაშკენტი ბევრად უსიცოცხლო ქალაქია რა. ამ დროს სხვა ქალაქებში გარეთ ქუჩაში ბევრი ტურისტები იყვნენ, ხალხი სეირნობდა, ერთობოდნენ. აქ რავი, არაფერი არ ხდება. დროა შევაჯამოთ ჩვენი ეს უზბეკური მოგზაურობა. ტრადიციულად აეროპორტში ვასრულებ ხოლმე მოგზაურობას და იქიდან ვაჯამებ ქვეყანას, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ისეთ ქვეყანაში მივდივარ, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, მირჩევნია აქ დავასრულოთ ეს ვიდეო და აქ შევაჯამოთ ყველაფერი და ხვალ და რაც მოხდება უკვე მთლიანი გზა ჩასვლა ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ, უკვე შემდეგ ვიდეოში გაგიზიაროთ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ვიდეოც იქნება ამ არხზე. ჯერ გაგიზიარებთ ქვეყანას, სადაც ვაპირებ მოგზაურობას ხვალიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში. ეს არის ქვეყანა, სადაც არა მხოლოდ ქართული YouTube-დან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით თითზე ჩამოსათვლელი არის იუთუბერები, ვინც მოახერხეს ამ ქვეყანაში შესვლა და მოგზაურობა და ეს ქვეყანა არის არც მეტი არც ნაკლები ავღანეთი. დარწმუნებული ვარ ისევე როგორც მე, ძალიან ბევრ ჩემს გამომწერს აინტერესებს ეს ქვეყანა, თუ როგორ შეიცვალა თუნდაც ამერიკის ჯარების გასვლის მერე, როგორ ცხოვრობენ, რა წესები აქვთ, რა ტრადიციები აქვთ და როგორი არის ავღანელების ყოველდღიურობა. ასე რომ ხვალიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში ვიმოგზაურებ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში და წინ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები გველოდება. აი ეს არის ყველაფერი საბუთები, რისი გაკეთებაც მომიწია ტაშკენტში ყოფნის პერიოდში. ეს არის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცე ქვეყანაში, რისი გადაღება შეიძლება, რისი არა, ქცევები, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალი არის, რომელსაც მომდევნო ვიდეოებში დეტალურად გაგიზიარებთ. ასევე აქ არის თვითონ ამ კომპანიის შესახებ, ვინც მეხმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში, ლიცენზიები, სავარაუდო გიდები, ვინები იქნებიან, ტურისტულის მეპატრონე და მოკლედ აი ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი, რისი გათვალისწინებაც მომიწევს, თორე ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც უბრალოდ რაღაც ბოდიშის მოხდით შეიძლება გამოგიშვან ერთი პატარა არასწორი ნაბიჯი და შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს ყველაფერი, ასე რომ დიდი იმედი მაქვს მომდევნო ვიდეოს იხილავთ არხზე და თუ რა თქმა უნდა ავღანეთის ვიდეოს ნახავთ YouTube არხზე, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ხოლო რო არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეო, რა თქმა უნდა არხი უნდა გამოიწეროთ, რომ აუცილებლად შემდეგი ვიდეო არ გამოგჩეთ. რაც შეეხება უზბეკეთს, თუ აპირებთ ამ ქვეყანაში მოგზაურობას, გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ბუხარა და სამარყანდი, რადგან ეს ორივე ძალიან ლამაზი ქალაქია, რასაც ვერ ვიტყვი ტაშკენტზე, რადგან დიდად ტაშკენტით არ აქვს თოვანდი, ასე რომ შეგიძლიათ პირდაპირ სამარყანდშიც ჩაფრინდეთ, იქაც არის საერთაშორისო აეროპორტი. რაც შეეხება ფასებს, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანა არის, სადაც აქამდე მიმოგზაურია. სასტუმროები მაქსიმუმ 10-15 დოლარის ფარგლებში არის, კვება დაგიჯდებათ სადღაც 4-5 დოლარი ყოველდღიურად, ასე რომ რავი, ერთ-ერთი ყველაზე იაფი არის, რაც კი აქამდე მინახავს ქვეყნები. ასე რომ თუ გინდათ შეიგრძნოთ განსხვავებული ატმოსფერო, განსხვავებულ კულტურას გაეცნოთ და რაღაც ახალი გინდათ ნახოთ, უზბეკეთი ჩემი აზრით იდეალური გამოსავალია, რადგან ფრენაც არც ისე ძვირიჯდება დაახლოებით 200 დოლარის ფარგლებში იქნება ერთი გზა. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ვინც ჩემთან ერთად იყავით მთელი თურქმენეთიდან მოყოლებული და ჩემთან ერთად იქნებით ავღანეთშიც და კიდე მომდევნო მოგზაურობებშიც. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სპონსორს ლაგის, რომელიც გვერდში მიდგას ამ ყველაფერში და ავღანეთის მოგზაურობაშიც კი გამომყვა და მოკლედ არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიას, აუცილებლად დასაფასებელი არის ის ყველაფერი, რასაც აკეთებს და მომავალშიც ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავლები გველოდება ერთად. აქ დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ საინტერესო ვიდეოში, ამჯერად უკვე ავღანეთიდან.